ამ ოპერაციას და თუმ შვიდობით ჩამოგვანოს მართლა ჩვენი პატრიარქი. მართლა დაალოცოთ ჩვენი წმინდა სინოდის მთავრები, ჩვენი სასწავლო პირები დაალოცოთ მართლა ჩვენი მგალობლები დაალოცოთ, გავიწნეები, სტიქაროსნები, ყველა ადამიანი თითოეული ფენდაგანი მართლა დაალოცოთ, მართლა გააგახარო და დისწყალობა და მადლი არ მოკლებული. ამ დღეების განმავლობაში რაღაცა ძალიან ცუდი ინფორმაციები გადიოდა ტელევიზორში. მინდა ამ თემასაც ნაწილობრივ შევეხო. ერთ-ერთ ეპისკოპოსზე მიტროპოლიტ სერაფიმეზე რაღაცა გადაცემები გააკეთეს. ძალიან ცუდი არის, მე რაიცით წარმოიდგინეთ, ჯერ ადამიანს ცილი დასწამო არის უმძიმესი ცოდვა. ცილის წამება არის ძალიან მძიმე ცოდვა. ჯერაც არ გინახავს და იმაზე ადამიანმა ისაუბრო, ეს აშინელება. და მით უმეტეს, თუ ქრისტიანი ხარ, ადამიანმა თუ შეცოდა, თუ ესეთი რამეც მოგდა რომ შეცოდა, ხო? მით უმეტეს არ უნდა ილაპარაკო ამაზე. მით უმეტეს უნდა მქონდეს შენდობის საშუალება და მე მეუქმესნაირი ეპისკოპოსი. რო ჩახვიდეთ თქვენ ბორჯომში მე ადამიანს ვერ ნახავთ ბორჯომში ამ ეპარქიაში ვერ ნახავთ რომ ვისაც მეუფე არ უყვარდეს ვერ ნახავთ ერთ-ერთი გამორჩეული ეპისკოპოსია ეპისკოპოსებს შორის ერთ-ერთი შემიძლია ისე თქვა რომ რომელიც დღედაღამე თითქმის ყველა ოჯახში ნამყოფია თავის ეპარქიის ყველა ოჯახში ნამყოფია ყველა ადამიანთან მისულა ყველა ადამიანს ძალიან თავის შეაყვარა რითი თავისი პატიოსნები 21 წლის განმავლობაში ღვთისმსახურების და ღმერთის ძნების მეტი ამ ადამიანს არაფერი არ უკეთებია და ღმერთს ესე ადიდებდა ღვთისმსახურებით იყო და ძალიან დიდი წინააღმდეგობა ეს ეკლესია დღეს ძალიან დიდი ბრძოლაა დაწყებული ეკლესიის წინააღმდეგ ამ ჟურნალისტებით ამეთ როგორ არიან ესე გამოდიან და ესე ლანძღავენ არც ეშინიათ ღმერთის მე მაშინაც ვილაპარაკე ერთხელ ვისაუბრე ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ეს ადამიანები ძალიან მძიმე მდგომარეობაში წარმოიდგინეთ ადამიანი გარდაიცვალა ესე რომ ცივსო წამოვიდა ადამიანი გარდაიცვალა იქ გული გაუსწა რომ გაიგრო მეუფეზე ესე ცუდ რამებს ლაპარაკობდნენ ტაძრის ეზოში ადამიანი გარდაიცვალა. როგორ ამბობთ მეუფეზე ამას და კაც გული გაუსხდა, წარმოიდგინეთ. ჟურნალისტები რომ მივიდნენ ამ ინტერვიუს ჩასაწერად. არც ფიქრობენ, როგორ არიან, ოღონდ გადაცემა გააკეთონ. ოღონდ რაღაცა შოუ ანახონ ადამიანებს და ყველაფერს ზად არიან. ყველაფერს ზად არიან, თუ ამ ადამიანებს ღმერთის არ ეშინიათ. თუ ხელფასი ამათ გიღირს, თუ ჟურნალისტი ხარ, თუ ვინც ხარ, როგორ უნდა გიღირდეს ესეთი ფული სახში შეიტანო, ესეთი შოუები დადგა. ესეთი რაღაცები მოაწყო. დღეს როგორ არის იცით რაღაცა მოდაში შემოვიდა ეს ეკლესიის ლანძღვა, სასულპირების ლანძღვა. დღეს რაღაცა ესი არის, თუ ეკლესიას ლანძღვა კარგტონად ითვლება დღეს. კარგტონად ითვლება დღეს ყველაფერი. ეს არის ჩვენი ერის დაცემა და განადგურება. დაცემა და განადგურება, რომ ეს ყველაფერი ზოგიერთ ადამიანს მისაღები არის ეს. და დაიწყოს ეკლესია. ეს გავაკეთეთ ჩვენ მე-20 საუკუნის დასაწყისში და მე ადრე ქადაგებაში ვდადაგე. რა დაგვემართა ეს ჩვენ ამ შედეგს დღესაც ვიმკით. და იგივე უნდა კიდევ გავაკეთოს ეშმაკო, იგივე უნდა რომ გააკეთოს ჩვენი ხელით ისევ დაიწყოს ამ ყველაფრის ეკლესიის დანგრევა, იმიტომ რომ მათ ეკლესია ძალიან ეწინააღმდეგება. ამ მათმავლებს, ამ იმათ ძალიან ეწინააღმდეგება. ამ LGBT თუ რაღაცა ორგანიზაციებს, რომლებიც ფულს იმაში აკეთებენ ადამიანების განადგურებაში და დაღუპვაში და ცოდვაში დაცემაში ფულს აკეთებენ ადამიანები. და მათთვის ეს ყველაფერი ძალიან მიუღებელია ეს ეკლესია რო არსებობს, ჩვენ მათ ხელს უშლით ძალიან. ხელი ეშლებათ, იმიტომ რომ ვიღაცა გამოყავს სამსო და ვიღაცა მოყავს აქეთ, ვიღაცა სასვანებებინე და ამათ დროს ტარება უნდა, გართობა უნდა ამათ. სხვანაირი ცხოვრება უნდა, ღმერთი არ ჭირდება და შენ ხელს უშლი ამ ადამიანებს. ხელს უშლი, როეუნები ახალგაზრდას რომ ღამის კლუბში არ წახვიდე შვილო, არ წახვიდე ღამის კლუბში 16 წლის ახალ, 18 წლის ახალ ვერ გაუძლე. შეცდები, წოდვაში ჩავარდები, ქალწულებას დაკარგავ, დაიღუპები ამას როეუნები ადამიანს. ამათ ეს არ უნდათ. არ უნდათ, უნდათ რომ ესე აღვირახსნობა იყოს, დროს ტარება იყოს, გართობა. იცით როგორ არის, მინდა რომ გითხრათ, მშობლები ხართ, ძალიან ბევრი დედები, პატარა ბავშვებიც არიან ამ წირვაზე. დღეს რაღაცა შემოვიდა, რომ ბიჭებს და გოგოებს მარტო უშვებენ დასასვენებლად. იცით რამდენი შემთხვევა უკვე, რომ მეგობრები მიდიან უფროსის გარეშე. 16, 17, 18 წლის გოგო ბიჭები მიდიან ერთად დასასვენებლად. მეგობრები არიან. ერთად ძინავთ კიდევ ვართ ცეცხლობიაში ზოგჯერ. ერთ ოთახში ბიჭებს და გოგოებს ერთად ძინავთ. იმათმა კი არა, მე შეიძლება ვერ გავუძლო ამას სასულო პირმა. მარტო რომ დავრჩე ესე. ძალიან რთული ამ ცნებას გაუძლა. როგორ უნდა გაუძლო სამ ცნებას 18 წლის ბიჭმა, 19 წლის ბიჭმა. გოგოს საერთოდ რო იქნება. და მშობელი როგორ აგზავნი ამას? მაგრამ მშობელიც ისეთ მდგომარეობაშია, ვეღარ ერევა უკვე ამ შვილებს. იმიტომ რომ დეპრესიაში ვერ ხედავს ის დაქალი წავიდა, ეს მეგობარი წავიდა, ის წავიდა, ვეღარ ერევიან ამას. იცით რამდენი შემთხვევაა ამის? უამრავი შემთხვევაა. მე რომ შეყარებულები რო არიან, მარტო უშვებენ ოთახში, მარტო ტოვებენ, მარტო უშვებენ ამას. უამრავი შემთხვევაა მე ცოდვისა.
უამრავი ადამიანია დაღუპული ამით. იმ ასაკში ძალიან რთულია ამის გაწრის შეწინააღმდეგე. მე მღვდელი ვარ, ძალიან ბევრ აღსარებას ვისმენ. ძალიან დიდი გულის ტკივილი მაქვს ამის გამო. იცით რამდენი ადამიანია დაღუპული? ეს აღსარების გაცემა არ არის, თუმცა არის ვიზია ლაპარაკი, საერთოდ სოდვაზე ვლაპარაკო. რომ რამდენად მძიმეა ამ ცოდვის მოსმენა, გაგება ამ ცოდვისა, რომ შენი შვილები, შენი შვილის ხელა ბავშვები იღუპებიან და ნადგურდებიან. ეს ყველაფერი ამით არის, ამ ტელევიზიებით, ამ ინტერნეტით, ამ ყველაფრით მიწა ცელდება ეს ყველაფერი. და ჩვენ ქრისტიანები და ეს ეკლესია მათ ბარე ხელს უშლის. ეკლესია გეუბნება რომ ეს არ შეიძლება. ეს არ შეიძლება, ვერ იგებენ, მეუბნები თუ კოცნაც კი არ შეიძლება და ვერ იგებენ ამას. თუ მარტო კოცნაზე არ გაჩერდები, ჩვენ ეს ხო ვიცით. ამ კოცნას სხვა რამეც მოყვება მე. და მე დაიღუპებით ჯვრისწერამდე კი შეიძლება ჯვრისწერამდე არც მივიდე თქვენი ურთიერთობა. შეიძლება დაამთავრდე ჯვრისწერამდე აღარ იყოს ეს ურთიერთობა საერთოდ. შეიძლება დაშორდეთ კიდევაც და რამდენი წვლილია დაშორებული. შეყვარებულობაში იყვნენ ერთად, მე ქალწულობა დაკარგა გოგონამ და მე სასაკე ცხოვრობენ. იმით ვერ აღარ ჭირდება ეს გოგო უკვე. და უამრავი შემთხვევა ამის, ძალიან ბევრი შემთხვევა. ამიტომ ძალიან გთხოვთ, ძალიან დიდი დაპირება ჭირდება. ზოგჯერ სიმკაცრეც კი აუცილებელია. სიმკაცრეც ჭუბი და ეს კი არა, აუცილებელია, მაგრამ ეკლესიის წიაღის გარეშე ძალიან ძნელია. და ეშმაკს ჩვენ გამიყავთ ეს ადამიანები. იცით როგორ არის, გაიტაცებ შენგან გაიტყვევს ამ ადამიანს, ეკლესიის წიაღიდან, მოწმის წიაღიდან გაიტაც ამ ადამიანს და მე ღუპავს ამ ადამიანებს. და ინგრევენ და იღუპებენ ეს ადამიანები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი დამოკიდებულება, დიდი მარხვა იწყება, რაღაცა უნდა მოემზადოთ გონებით, ფიქრით, ყველაფრით. უნდა მოემზადოთ ამისთვის, რომ რაღაცა თქვენი ცხოვრება შეიცვალოს, რომ თქვენ ლოცვას თუ უკვე შენ შვილს სიტყვით ვეღარ აგებინებ, ამას ძალიან რთულია გააგებინო ზოგიერთი სიტყვით. ის ნება რომ შემოდი ძალიან რთულია, ჭუბითაც ვერ გააგებინებ. ერთადერთი რითაც შეიძლება გააგებინო შენ შვილს და შენ ახლა შეიძლება გააგებინო. ეს არის უკვე ლოცვა. ღვთის წინაშე მუხლებზე დადგომა და ცნემლით ვედრება ღვთის წინაშე და თქვა რომ ღმერთო გეხვეწები, ჩემი შვილი უკვე გამიქცა ხელიდან. გეხვეწები დამეხმარე, შეეწიე, რომ არ დაიღუპოს, რომ შენ გზას არ უღალატოს მან. რომ შენ გზიდან არ გადავიდეს, რომ შენი ერთგული მხედარი იყოს, რომ შენი მცნებები დაიცვას, ამას უკვე მე ცნემლით უნდა თხოვდე ღმერთს. და ღმერთი დედის ლოცვას და მამის ლოცვას აუცილებლად შეისმის. თან გულიდან ამოსულ ლოცვას. თუ თხოვ ღმერთს, ღმერთი აუცილებლად შეგვიძლია, როგორც წერია გახსოვთ სახარებაში, ირეკდე და გაანგიხოდო თქვენო, ითხოვდე და მოგეცეთო. რასაც თხოვთ, ღმერთი იმას აუცილებლად მოგცემ. თან თუ აუცილებლად და საჭიროა თქვენთვის. აუცილებლად მოგცემ. დღევანდელ სახარებას სამი დავამთავრე, დაუბრუნდები ისე. ფარისეველს არაფერი უთხოვია ღვთისწინაშე და არც არაფერი მიუღია. არაფერი არ ითხოვა ლოცვაში. მადლობა შეცილა ღმერთს, რომ ესეთი კარგი იყო და დარჩა ესეთივე კარგი, როგორიც აზაში შევიდა. მეზვერე შევიდა ტაძარში და ითხოვა ღვთისაგან. ღმერთო, შენ შემინდო, რომ მე ესეთი კარგი არა ვარო, ღმერთო, მაპატიო, რომ ესეთი ცოდვილი ვარო, რომ შენ წინაშე მე ესე ცუდავ და გეხვეწები რომ დამეხმარო. და ითხოვა ღვთისაგან და მიეცა მეზვერესაც გამართლება და ღმერთმა გაამართლა მეზვერე. ამიტომ რასაც ითხოვთ ელი გულით ღვთის წინაშე და უცბად ძალიან დიდი ძალა აქვს. ღმერთი აუცილებლად გაგამართლეთ და ღმერთი აუცილებლად შეგეწევათ. ღმერთმა დააგვოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და ღვთის წყალობა, ურთხევა, მადლი არ უმოყოს არც თქვენთაგანს.